სად მიდიხარ და ტრაპიზონში. მოკლედ მოროშკინეს პოდკასტი ტრაპიზონიდან გესალმებათ ამ არჩევლებრივი ქალაქიდან და მინდა გითხრათ რომ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს უნდა ვიცნობდეთ მის ლამაზ ქალაქებს საოცარი ისტორიით, სხვათა შორის ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ აი ეს პონტოს სამეფო, რომელიც არსებობდა და პონტოს სამეფოს დედაქალაქი იყო ზუსტად ტრაპიზონი 1201 წლიდან 1461 წლამდე გასტანა ამ ყველაფერმა დიდებამ და სხვათა შორის ესეთი ორთავიანი არწივი იყო მათ გერბზე გამოსახული და ორთავიანი არწივები კი იცით სამეზობლოში რამდენი გვაქვს ხო და მოკლედ საინტერესო ქვეყანაა, თვითყოფადი ქვეყანაა, იცით რითი თქმა მინდა სადღაც აი ზუსტად იმ ძალიან ძველ პონტოს დროინდელ კედლებსაც კი ნახავთ და ის ადამიანები ვინც ესე გულმოდგინედ იჩიჩქნებიან ისტორიაში, აქ იპოვიან ძალიან საინტერესო მომენტებს, იმიტომ რომ აი დგას რაღაცა ახალი სასტუმრო, ახალი აშენებული, ახალი გაკეთებული და მინდა გითხრათ რომ დიდი ხანი არ არის რაც აქ ამ ინდუსტრიამ აიდგა ფეხი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 15 წლის წინ ტრაპიზონში ნორმალურ სასტუმროს ვერ ნახავდი, ახლა უკვე ქსელურებიც არის, ყველანაირი არის და შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და აი იქ სადაც არის ლამაზად გაკეთებული ქსელური სასტუმრო იქვე არის ძველებური კედელი და მართლა ხვდები რომ აი ეს მე-13 საუკუნის, მე-14 საუკუნის დიდება რომელიც აქაურობას ჰქონდა, შერჩენილი აქვს აი ამ კედლებს. არჩევლებრივი მუზეუმებია და ნუ ცხადია ზღვის სანაპირო და იცით რა, დავდივარ ამ ზღვის სანაპიროზე და რას ვფიქრობ? ესე იგი, აქეთ ამხელა შავი ზღვის ზოლი, იქით იმხელა ხმელთაშუა ზღვის ზოლი, შემდეგ ეგეოსის ზღვა და არ ვიცი ან როგორ გადავრჩით, ან საერთოდ როგორ დაგვტოვეს. ან რა მოხდა ასეთი და მართლაც რო ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ ჩვენ აი აქედან სამეზობლოში საქართველოში მართლა მან გადაგვაფარა თავისი კალთა. სხვანაირად წარმოუდგენელია როგორ უნდა განვითარდე, როგორ უნდა იცხოვრო ქვეყანაში რომლის გვერდზეც აი ესეთი მონსტრი სახელმწიფოებია. მე ვფიქრობ რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის აქ ჩამოსვლა, დათვალიერება, გაცნობა კულტურის, იცით რა, ძალიან მარტივია სხვათა შორის უნდა გითხრათ საბაჟო გამოვიარე და იმდენად გამარტივებულია საბაჟო წესები, არ გჭირდებათ საზღვარგარეთის პასპორტი, შეგიძლიათ ჩვეულებრივად პირადობით წამოხვიდეთ. არ გჭირდებათ რაღაცა განსაკუთრებული ზომები, ჩვეულებრივად პატარა ჩანთით მოდიხართ, ჩააგდეთ გნებავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ძალიან კარგად დადის და აწყობილია, გნებავთ საკუთარი მანქანით გადმოდით. მოკლედ, ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ მეზობელი ქვეყანა გაიცნო და ტრაპიზონი არის სულ რაღაცა 200 კილომეტრში სარფიდან და ვფიქრობ, რომ დაგაინტერესებთ, მოგეწონებათ და აუცილებლად გაგაცნობთ კიდევ აქაურ ყოფას უკვე ცენტრალური პარკიდან, იმიტომ რომ საინტერესოა როგორები არიან. საინტერესოა როგორ რეაგირებენ ადამიანებზე, რომლებიც თუნდაც აი ესე კამერით გადაადგილდებიან ქუჩაში. სულ ახლოს არიან ჩვენთან. პრაქტიკულად ჩვენი ნაწილია, უნდა ვიცნობდეთ. ეხლა შემოგთავაზებთ ლამას პატარა ჩანახატს ცენტრალური ტრაპიზონიდან. ხო და მოკლედ 1203 წელს ჩვენმა ჯვაროსნებმა დაიპყრეს ტრაპიზონიც, სინოპიც, სხვა პატარ-პატარა ქალაქები და აი ესე შევძელით მოკლედ და ბიზანტიურ ქართული კულტურა გავაერთიანეთ აქ და თამარ მეფემ აქ გამოაგზავნა ალექსანდრე და დავით კომნენოსები. ეს არის ძალიან ცნობილი დინასტია და სხვათა შორის ისინი მთელი ცხოვრება ძალიან მადლიერები იყვნენ თამარის. ბიზანტია რასაც წარმოადგენდა ახლა ყველა მიცის კარგად და რა იყო, მაგრამ წარმოედგინეთ ბიზანტიურ ქართული ნაზავი, აი ეს იყო ტრაპიზონში ესეთი განსაკუთრებული და ძალიან ლამაზად ჩანდა ეს ყველაფერი, ვთქვათ, კულტუროლოგებისთვის, იმიტომ რომ წარმოედგინეთ ორი თითქოს აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორიის ნაზავი. ხა მე არა ვარ ისტორიკოსი, მე მინდა უბრალოდ ესე ადამიანური ენით გადმოგცეთ რა ხდება აქ და გითხრათ ის რომ, იმიტომ რომ კითხვა ის ხოლმე ჩვენი იყო, არ იყო ჩვენი. დიახ, რა თქმა უნდა ჩვენი იყო. რა თქმა უნდა თამარ მეფემ შეძლო ეს ყველაფერი გაერთიანება, სხვათა შორის რამოდენიმეჯერ დაგვიკარგავს ეს ტერიტორია და საბოლოო ჯამში გიორგი ბრწყინვალემ კვლავ დაიბრუნა
და ეს ყველაფერი გრძელდებოდა მონღოლთა ურდომდე. რთულია ჩვენი ისტორია, ზოგადად მთელი საქართველოს ისტორია, მაგრამ ის რომ აქვე, აი სულ რაღაცა პატარა ადგილზე აგერ საბაჟოდან ვიცით რომ ტერიტორია ჩვენ გვეკუთვნოდა თამარ მეფეს, აი ესეთი დინასტია ყავდა აქ გამოგზავნილი კომნენოსების, ის რომ შემდეგ რეალურად რამოდენიმეჯერ ვიწევდა აქ, ზოგხან ღალატი იყო, ну ეს ქართული ისტორიისთვის არ ახალია, ხო? და საბოლოო ჯამში მართლა ცხვირწინ გვაქვს ისტორია და როგორ შეიძლება რომ არ გვინდოდეს აქ ჩამოსვლა, კიდევ ერთხელ ვამბობ. მე არ ვამბობ მოგზაურობას სადღაც ძვირიან ქვეყნებში. მე არ ვამბობ მოგზაურობას თქვათ, აი, როდესაც საუბრობენ რომელი ქვეყანა ვნახოთ. გასაგებია, ძალიან კარგია. ბალიზეც წასვლა, მალდივებზეც, ესპანეთში, იტალიაში. ეს არის ბიუჯეტური ჩამოსვლა იმ ადგილას, რომელიც შენი თამარ მეფის, შენი გიორგი ბრწყინვალეს დაპყრობილიც იყო და სხვათა შორის როგორც დაპყრობლები ისე კი არ იყვნენ აქ. ეს იყო მათი ტერიტორია, სადაც ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს და სადაც ვითარდებოდა საოცარი კულტურა და საოცარი ნაზავი იყო ამ ორი კულტურის და კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხო ცენტრალურ ქუჩაზე ვიმყოფებით, ერთ-ერთ ცენტრალურ, სადაც ძირითადად მაღაზიებით არის დახუნწული, ოდნავ გახვალ თუ არა, იწყება მართლა ეს ისტორიული ნაწილი და სხვათა შორის აქაც არქეოლოგები, როდესაც გათხრებს აწარმოებდნენ და აქ არის ძალიან საინტერესო მუზეუმები, ნახე ზუსტად ის ბიზანტიური, ზუსტად ის შეიძლება არ უყვართ საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ, ქართველთა ქვეშ იყვნენ და ამაზე საუბარი არაპოპულარულია, მაგრამ იყო და რა ვქნათ, რომ არა მონღოლები ასე იქნებოდა ძალიან დიდი ხანი კიდე. და რომ არა თემურლენგი და რომ არა ის დაპყრობლები, რომელიც საქართველოს ძალიან უშლიდნენ ნერვებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაფერი ის, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ლამაზი ისტორია, მაგრამ მე ხა უბრალოდ მინდა მოგაწოდოთ ეს პოდკასტი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს გვერდზე არის ქვეყანა, რომელიც საინტერესო სანახავია. სხვათა შორის მინდა გითხრათ და გადავიდებ, ვთქვათ, დღევანდელობაზე, ყოფაზე, რომელიც აქ არის. ჩვენ სადაც ახლა ვიმყოფებით და მე აუცილებლად გიჩვენებთ პარკს, იმიტომ რომ რაღაც პარკი არის აქაური შეკრების ადგილი, სადაც ახალგაზრდები და მოხუცებულები ერთად არიან და სხვათა შორის მოხუცებულები საკმაოდ კარგად გრძნობენ ამ ქვეყანაში თავს, იმიტომ რომ მათი, ასე ვთქვათ, ეს საპენსიო ფონდი, მათი პირობები, მათი არსებობის ბევრად უფრო კარგად არის დაცული, რასაც ვერ ვიტყოდი ახალგაზრდებზე, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არც თუ ისე ბევრია, ამ ბოლო პერიოდში ეს სასტუმროებმა უფრო შექმნა სამუშაო ადგილები, ვიდრე ადრე იყო და რისი თქმა მინდა, ის რომ პატივისცემა აქვს შენარჩუნებულია ეს ოჯახებში, ეს ისედაც იგრძნობა, ის რომ საოცარი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, ესეც ძალიან იგრძნობა აქვს და სხვათა შორის ალბათ ესეც არის, აი თან კავკასიურია, თან აზიურია, თან მუსლიმური აი ეს თემის ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო და როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქრისტიანების და მუსლიმების აი ესეთ ლამას კონტექსტში ცხოვრებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, ჩვენც მათი ისტორიის ნაწილი და ეს ზუსტად ეს პონტოს სამეფო, სადაც ცხოვრობდნენ პონტოელი ბერძნები, როდესაც ბერძნები წავიდნენ საბერძნეთში, ბევრი ამბობდა, რომ ჩვენ პონტოელები ვართ, ანუ აი აქედან ვართ, ლაზებთან ერთად ცხოვრობდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენია, ჩვენი სისხლია, ჩვენი ხორცია. ხანდახან იცით ქუჩაში დადიხარ, აი ეს ემზარე ხო არ არის? ვიმე ეს გია, ვიმე ლევან, როდის ჩამოხვედი? ანუ ისე გვანან ქართველებს. მოგონები მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ნაკლებად არიან უკვე ესე ტრადიციულ ტანსაცმელში შეფუთულები, მაინც ხვდებიან და მით უმეტეს ახლა ტრაბზონი ბევრად უფრო კონსერვატულია, ვიდრე ვთქვათ იქითა ნაწილი, ანუ იქ სადაც უფრო ტურიზმი განვითარებულია, აქ ტურიზმი არ არის განვითარებული, პირდაპირ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ მართლა არ იყო ინფრასტრუქტურა ამისთვის შექმნილი. ალბათ განვითარდება, სხვათა შორის ზღვის სანაპიროს ზოლიც მაინდამაინც არ აძლევთ ამის საშუალებას, იმიტომ რომ საკმაოდ ქვიანია, საკმაოდ რთულია. თუმცა ვინც ვთქვათ აქეთ წამოვა, უნდა იცოდეს, ახლა მე სახელწოდებას არ ვიტყვი, არის სასტუმროები, რომლებიც შექმნეს, ასე ვთქვათ, თავისი ინფრასტრუქტურა, მოიტანეს ოქროსფერი ქვიშა, დაყარეს და მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ფასები გაფრენილია ცაში. ეს ის თურქეთი არ არის, რომ გეგონათ 2 კაპიკად ჩამოხვიდოდით, მაგრამ არის კერძო სექტორი, არა ხუთვარსკვლავიანი სეგმენტი, არა ოთხვარსკვლავიანი სეგმენტი, არამედ ძალიან ლამაზად არის განფენილი მთაში, ну
საქართველოა გენაცვალა და მთაშია განფენილი, არის ზღვა, აი ზუსტად მთიანი აჭარა. ძალიან საერთოდ აჭარის ტერიტორია ერთ-ერთი ჯდება ამ ყველაფერს და იმიტომაც არის ალბათ აქედან ძალიან ბევრს მოწონს ბათუმი და ზოგადად ჩამოდიან ჩვენთან დროის გასტარებლად, იმიტომ რომ უნდა ვთქვათ, რომ აქ ლუცსაც ვერ იყიდით, მეგობრებო. ეს უნდა იცოდეთ. სპირტიანი სასმელი საერთოდ წარმოუდგენელია, რომ იკითხოთ, ლუდი სად იყიდება, შეიძლება პოლიციაში აღმოჩნდეთ. ეს უნდა იცოდეთ, სამაგეროდ, როდესაც გადმოდიხართ, წყნარად შეგიძლიათ დუთიფრიში შეიძინოთ სპირტიანი სასმელი და თქვენთვის დალიოთ, ოღონდ რა თქმა უნდა ქუჩაში არა. და ჩვენ სხვათა შორის მეგობრებთან ერთად ვსჯელობდით, რატომ მაინდა-მაინც ისე კარგად ვერ განვითარდა ამ ხარეს ტურიზმი. მიუხედავად იმისა, რომ არის რა ნახოთ, არის რა დაათვალიეროთ და მართლა ისტორიულად ხა მე მოვყევი ძალიან დილეტანტურ დონეზე, როდის იყო ჩვენი, როდის არ იყო ჩვენი, დაპყრობითი ომები, ჯვაროსნული ომები, ეს ყველაფერი ესეც ის ფაფა მაქვს მოხარშული, იმიტომ რომ ეს პოდკასტი არ არის ისტორიული და არანაირი საიდან ვიღებ მასალას ვიკიპედიიდან, ხო, ეს არ არის არანაირი მეცნიერული წარმოდგენა ზოგადად რა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ შეკითხვა, რატომ ვერ ვითარდება აქ მაინც ისე როგორც უნდა განვითარებული იყო, მაინც ჩვენ მივედი დასკვნამდე, რა არის ევროპა, ხო? ეს არის ფრანგული ღვინო და ყველი. რა არის თქვათ იტალია, ეს არის სპაგეტი, რაღაცა გემრიელი წითელი ღვინო, ტკბილი, რა არის თქვათ ესპანეთი, ესეც რაღაცა ყველაფერი ასოცირდება გემოსთან. აი აქ გონია რომ აი ეს გემოს რეცეპტორები ცოტა მოიკოჭლებს. ან გრძალავს იმდენად რელიგია რომ ურჩევნიათ არ განვითარდეს ტურიზმი, მაგრამ არ იყოს ესეთი გემრიელი მოსაჯდომი ადგილები. თქვენ ვერ ნახავთ საღამოს გარდა იმ ადგილებისა, სადაც მამაკაცები იკრიბებიან და თქვათ რაღაცა დუშაშს ხომარობენ, ვერ ნახავთ ადგილს, სადაც ესეთი ოჯახები სხედან. ცოტა არის, მაგრამ ცოტა. რამდენი ხანი შეიძლება იჯდეს, როდესაც შეჭამ საჭმელს, ხო? თუ რაღაცა ცოტა ალკოჰოლი, ცოტა ალბათ იმიტომაც ებრძოდნენ ასე ყოველთვის ჩვენი მტრები ვაზს. ამიტომაც ასე ებრძოდნენ ალბათ ღვინის წარმოება საქართველოში, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ყველაფერი ქმნის ძალიან ლამას სურათს და ალბათ ჩვენი ევროპულობაც აი ამასთან ლაზის კულტურასთან არის მიბმული და ჩვენი გემოს რეცეპტორები მაინც ევროპულია და არა აზიული, ეს 100% ასეა და ასე მესმის. აი ასეთი ქვეყანა არის თურქეთი, უბრალოდ მოდი თურქეთზე ნუ ვისაუბროთ, ეს არის პატარა ტრაპიზონი, რომელიც ჩვენი ნაწილიც არის და ძალიან საინტერესო ნაწილი და ვფიქრობ, რომ უნდა დაათვალიეროთ, რომ თქვენთან გააკეთოთ დასკვნები. ხო და მოკლედ ჩუალეთში ნანატრით ბროდკება, როცა ყავა უნდა დალიო რა, არ უნდა გაგიჟდე და საყვარელი კაპუჩინო მოაქვს. ყავა და ჩაი რო აქვს, ტყუილია რა. და ისეთი რაოდენობა, თან გიჟდებიან, აი მთელი ტრაბზონი კაფეებში არიან განსახლებულები. და თუ დასკვნენ აღარ ადგებიან არასდროს, უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენ სვამთ ყავას, არ არის აუცილებელი ჩქარჩქარა გადაყლაპოთ, იმიტომ რომ მთელი დღე შეიძლება ერთ ყავაზე და ერთ ჩაიზე ისხდნენ. ხო და მოვედით ცენტრალურ პარკამდე ტრაბზონის, ძალიან საინტერესო ადგილია, სხვათა შორის აქ არის ზუსტად ნაზავი, რასაც ვამბობდი, ევროპის და აზიის კულტურის. რატომ? თუ ტრაბზონში პრაქტიკულად ყველგან იგრძალება სასმელი და წარმოუდგენელია რომ თქვა სადღაც მიხვიდე და იკითხოთ რაზეც საუბრობდით, უყურეთ ამ ქუჩაზე იმის გამო რომ ეს ქუჩა მაინც არის უკვე რაღაცნაირად ტურისტებისთვის მის მოსაზიდიც, რეალურად ლამაზი პარკია, სხვათა შორის მეჩეთიც ახლოს არის და აქ ახალგაზრდები იკრიბებიან და ძალიან საინტერესოა იმით რომ ჩვენ ვხედავთ უკვე ხა რამოდენიმე ჯგუფი ჩამოდგა და აი ამ ჯგუფებმა და მე აუცილებლად გაჩვენებთ ძალიან ლამაზი ესეთი სახელწოდება ტრაბზონის როგორ აქვს გაკეთებული, ადრე არ ქონდათ და ეხლა უკვე დაიწყეს ეს ტურისტულზე მორგება. და მინდა გიჩვენოთ ზუსტად ერთი ადგილი, ეხლა ჩემგან იქნება ხელმარცხნივ, სადაც არის გამოკრული რუსულ ენაზე და მინდა გაჩვენოთ, აი შევეცდები არ გავაღიზიანო, მაგრამ გიჩვენოთ, რომ რუსულ ენაზე არის გამოკრული აი წარწერა, სადაც თქვენ აქ შეგიძლიათ დალიოთ სასმელი და სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი არ იქნებოდა, მაგრამ იმის გამო რომ მიხვდნენ
რომ უნდა განავითარონ და აი ეს ნახეთ როგორი ესეთი ნამდვილი აზიური პატარ-პატარა ქუჩები ძალიან ლამაზი არის რეალურად აქაურობა. ანუ თქვენ შეგიძლიათ ძველი და ახალი ტრაბზონი ნახოთ, აი ეს სახელწოდება, რომელიც არის უკვე და სადაც ტურისტები სიამოვნებით იღებენ ფოტოებს, აქ შეკრების ადგილია ლამაზი და მიხვდნენ როგორც იქნა, რომ თუ გინდა რომ ტურისტები ჩამოვიდნენ, ეს ადგილი ბევრად უფრო გახსნილი უნდა იყოს. ანუ შენ არ უნდა იყო ორიენტირებული მხოლოდ შენ კულტურაზე, მხოლოდ შენ რელიგიურ რაღაცა კუთვნილებაზე, არამედ იმაზეც იფიქრო, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკური ზრდა. ეხლა მე ძალიან მოკლედ გეტყვით ციფრებში რა ხდება აქ. საქმე იმაშია, რომ საშუალო ხელფასი იმ შემთხვევაში თუ კორპორაციაში მუშაობს 15 კაცი არის 800 ლარი, საშუალო ხელფასი თუ კორპორაციაში მუშაობს მაგალითად 100 კაცამდე არის 1500 ლარი და საშუალო ხელფასი იმ შემთხვევაში თუ მუშაობს თქვათ 100 კაცზე მეტი არის საკუთარ 2000 ლარამდე, მაგრამ ეს მე ვსაუბრობ უკვე ძალიან დიდ კორპორაციებზე. ამიტომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არც თუ ისე დიდია ეს ხელფასები. რატომ არის ეკონომიკური ვარდნა და თქვენ რომ ნახოთ ლირას როგორი ვარდნა აქვს სხვა და სხვა ფულთან, ეს დოლარი იქნება, ევრო იქნება თუ ლარი იქნება, ნუ რეალურად ვერ წარმოიდგენთ, რომ ესეთი დიდი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ოდესღაც ჩვენი ნაწილით რეალურად განიცდის ასეთ ეკონომიკურ დაკნინებას და ალბათ საქმეც ამაშია, რომ რაღაცა ვერ გათვალეს და აი ეს ქუჩა ძალიან ლამაზი სკვერი იქცა სიმბოლოდ აი ამ აზიური განვითარების ადგილას რაღაცა უფრო სხვა კულტურის შემოდინების. ისე როგორც მოხდა ვთქვათ იმ ნაწილში, რასაც ქვია ხმელთაშუა ზღვა, ვთქვათ ანტალია და ეს კურორტები, სადაც დიდი ხანია უკვე მიხვდნენ, რომ სხვანაირად უნდა გადაეწყონ, მაგრამ როგორ შეიძლება ესეთი ინდუსტრიული ქალაქები, როგორც აი ეს მხარე წარმოადგენს, ხო? პრაქტიკულად ძველი საქართველოს ტერიტორია და დღევანდელი თურქეთი, აი განიცდიდეს ესეთ ეკონომიკურ მაინც ვარდნას. და ვფიქრობ, რომ ზუსტად ამით არის და სხვათა შორის უნდა ითქვას ისიც საკმაოდ აგრესიული იყო ადრე თურქული საბაჟო და შემიძლია გითხრათ, მე მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ აქ, ბევრად უფრო ლოიალურები არიან და ესეც არის ნაბიჯი, როგორც ჩვენ ქართველებმა ლოიალური გავხადეთ ჩვენი საბაჟო სისტემა, ზუსტად აი ისინიც გადადიან აი ამ მომენტზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, საუბარი შეიძლება ძალიან ბევრი, იმედია ისტორიკოსები არ დამსჯიან იმისთვის, რომ მათ კომპეტენციაში შევიჭერი, მე უბრალოდ პოდკასტურად მინდოდა მომეყოლა ის მცირედი, რაც ჩვენ ვიცით ამ ქვეყანაზე, რომ გადაშალეთ ბატონო წიგნები და იკითხეთ. მე კიდევ გემშვიდობებით მოროშკინას პოდკასტი მომავალ შაბათს კლავ ეთერში იქნება და ძალიან საინტერესო ამბებით ვიქნებით.